ტრამპის სამშვიდობო გეგმა დასრულდება თუ არა ომი ღაზაში. აღიარებს თუ არა ტრამპი ერდოღანს რეგიონის ლიდერად. საფრანგეთის ექს-პრეზიდენტს 5 წელი მიუსაჯეს. ლიბანის სამოქალაქო ომზე მოგიყვებით ჩვენს ისტორიული მოვლენების რუბრიკაში. სულ რამდენიმე წამში. მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. გვირაბის ბოლოს თითქოს სინათლე გამოჩნდა. თეთრ სახლში ნეტანიაჰუსთან შეხვედრისას ტრამპმა ღაზის სამშვიდობო გეგმა გაახმოვანა. მანამდე ამ საკითხზე ტრამპმა გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებთან გამართა მოლაპარაკებები. სამშვიდობო გეგმა, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს, 20 პუნქტისგან შედგება. გეგმა ჰამასის ტყვეობაში მყოფი მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და პატიმრობა მისჯილი პალესტინელების დაბრუნებას ითვალისწინებს. ასევე ისრაელი პასუხისმგებლობას იღებს ჰამასის 1700 მებრძოლი ტყვეობიდან გაათავისუფლოს. პროცესი რომ დასრულდება, ჰამასის ნებისმიერი წევრი, რომელიც მშვიდობიან თანაცხოვრებასა და იარაღის ჩაბარებაზე განაცხადებს თანხმობას, ამნისტიას მიიღებს. ჰამასის წევრებს, რომელთაც ღაზის დატოვება სურთ, უსაფრთხოდ გააცილებენ სხვა ქვეყნამდე. ამას მოჰყვება ღაზიდან ისრაელის ჯარების თანდათანობითი გაყვანა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ისრაელი არ მოახდენს ღაზის ანექსიას ან ოკუპაციას. ღაზა გახდება ტერორიზმისა და რადიკალიზმისგან თავისუფალი ტერიტორია, რომელიც არ დაემუქრება მეზობლებს. ღაზა ხელახლა აშენდება ღაზის მოსახლეობისთვის, სადაც დიდი ოდენობით ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნება, აღდგება ინფრასტრუქტურა, ამუშავდება საავადმყოფოები, პურის საცხობები და საწარმოები. დახმარებაზე პასუხისმგებელი იქნება გაერო და მისი სააგენტოები, წითელი ჯვარი და სხვა საერთაშორისო ნეიტრალური ორგანიზაციები. ღაზის მართვა ტექნოკრატებისგან შემდგარ აპოლიტიკურ პალესტინურ კომიტეტს დაეკისრება, რომელიც პასუხს აგებს სახელმწიფო სამსახურებისა და მუნიციპალიტეტების მუშაობაზე. კომიტეტის ზედამხედველი საერთაშორისო მშვიდობის საბჭო იქნება. ტრამპმა განაცხადა, რომ გეგმა ყველა მოიწონა და თუ ჰამასი ვარს იტყვის მის შესრულებაზე, ისრაელი განაგრძობს ომს და ამერიკა მას მხარს დაუჭერს. მოგვიანებით ჰამასმა მიიღო გეგმა, მაგრამ დეტალების გასარკვევად მოლაპარაკებები მოითხოვა. ტრამპის გეგმამ დადებითი გამოხმაურება ჰპოვა მთელ მსოფლიოში. ევროპი დაწყებული და სპარსეთის ყურის ქვეყნები დამთავრებული ყველა აქებს და ადიდებს ტრამპს და მის გეგმას. ეს რაც შეეხება პოლიტიკოსებს და ქვეყნის ლიდერებს. ექსპერტები კი დეტალურად არჩევენ გეგმას და ბევრ კითხვასაც სვამენ. პირველ რიგში მათ ტექნიკური პრობლემები აწუხებთ. მაგალითად, როგორ მოხერხდება ჰამასის განიარაღება, ტექნიკური მთავრობის შექმნა და სამშვიდობო ძალების განთავსება ღაზაში. 2003 წლის ერაყის ომის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ასეთი საკითხები რთული გადასაწყვეტია. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მომავალ მთავრობაში მომუშავე პერსონალია. საქმე იმაშია, რომ ღაზის მოსახლეობის უმრავლესობა ჰამასის მომხრეა. ამიტომ არ იქნება გასაკვირი, რომ მთავრობაში მომუშავე პერსონალის ჰამასის მომხრე იყოს. რაც შეეხება ჰამას, იარაღი შეიძლება დაღაროს, მაგრამ როგორც პოლიტიკური ძალა არსად არ წავა. ასევე გაურკვეველია სამშვიდობო ძალების საკითხი. როგორც გეგმიდან ჩანს, სამშვიდობო ძალებს არა გაერო, არამედ სპარსეთის ყურის ქვეყნები უხელმძღვანელებს. მათ კი ამის გამოცდილება არ აქვთ. კითხვებს იწვევს მშვიდობის საბჭოც. არავინ იცის, ვინ შევა საბჭოში. როგორც ტრამპმა განაცხადა, მას სურს საბჭოს ბრიტანეთის ექს-პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა უხელმძღვანელოს, რომელსაც ამ საკითხზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. ჰამასი კი თავის სტილში მოქმედებს. ცდილობს დრო გაწელოს, მაგრამ ფაქტი ერთია, ტრამპის გეგმა მნიშვნელოვანია რეგიონისთვის. მისი მთავარი მოთამაშეები ჩართული არიან ჰამასთან მოლაპარაკებებში, რომელიც ეგვიპტეში იმართება. ტრამპმა
ამ მოლაპარაკებებზე თავისი სიძე ჯარედ კუშნერი და მისი მრჩეველი სტივ ვიტკოფი გაგზავნა. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ ეგვიპტის, კატარის, საუდის არაბეთის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების დელეგაციები. თურქეთის დელეგაციას დაზვერვის უფროსი და ერდოღანის მარჯვენა ხელი იბრაჰიმ კალინი ხელმძღვანელობს. მოკლედ, მთელი მსოფლიო ამ მოლაპარაკებათა შედეგების მოლოდინშია. როგორც ევროკავშირის ერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ტრამპის გეგმას ბევრი ხარვეზი აქვს, მაგრამ უკეთესი ჯერ არავის არაფერი შემოუთავაზებია. თუ გეგმა ჩავარდება, რეგიონის დესტაბილიზაცია გაგრძელდება. ამერიკისა და თურქეთის მასმედიამ შეხვედრას, რომელიც თეთრსახლში პრეზიდენტებს ტრამპსა და ერდოღანს შორის გაიმართა, ისტორიული უწოდა. მართლაც ვაშინგტონსა და ანკარას შორის გაციებული ურთიერთობის გამო 6 წელი ერდოღანი თეთრსახლში აღარ ყოფილა. ურთიერთობა პირველად 2019 წელს დაიძაბა, როცა თურქეთმა რუსეთისგან S-400 ტიპის სარაკეტო სისტემები შეიძინა. საპასუხოდ ამერიკამ F-35 ტიპის სამხედრო თვითმფრინავების თურქეთისთვის მიყიდვის პროცესი შეაჩერა. ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაცივდა. ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია ერდოღანს ადამიანის უფლებების დარღვევისა და ქვეყანაში ავტოკრატიის დამყარების გამო აკრიტიკებდა. სწორედ ბაიდენის პრეზიდენტობის დროს მოხდა ამერიკის მიერ სომხური გენოციდის აღიარება, რამაც ერდოღანი ძალიან გაანაწყენა. უკრაინის ომი რომ დაიწყო, ორი ქვეყნის ლიდერმა კომპრომისებზე წასვლა სცადა. მაგალითად, ერდოღანმა არ დაბლოკა შვედეთისა და ფინეთის ნატოში მიღება. ბაიდენმა კი F-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავების თურქეთისთვის მიყდის უფლება გასცა. მიუხედავად ამისა, ორ ლიდერს შორის ურთიერთობა მაინც ცივი რჩებოდა. სულ სხვა საკითხია ტრამპისა და ერდოღანის ურთიერთობა. ერდოღანი და მისი გუნდი ტრამპს პრეზიდენტად არჩევამდე უჭერდნენ მხარს. გაპრეზიდენტების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა. რაც შეეხება ტრამპს, ერდოღანის დიფერამბების საპასუხოდ ერდოღანზე ამბობდა ძლიერი, ჭკვიანი და ბრძენი კაციაო. ამერიკის მასმედიის თქმით, ერდოღანი ამჟამად მსოფლიო ლიდერთა იმ მცირერიცხოვან ჯგუფს ეკუთვნის, ვისაც ტრამპი პატივს სცემს. ჟურნალისტებმა კიდევ ერთ ფაქტზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრის დროს ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის რომელიმე წევრს ერდოღანის ძვირი არ წამოწდენიათ. მათ თვალი დახუჭეს თურქეთში ოპოზიციის მდგომარეობაზე და ერდოღანის ავტოკრატულ მმართველობაზე. ამერიკის ელჩმა თურქეთში ბატონმა ბარაკმა განაცხადა, ტრამპი ადამიანის უფლებების დარღვევებზე ლაპარაკი დაიღალა. დღევანდელ ამერიკას მხოლოდ ის აინტერესებს, თურქეთი უდგას თუ არა ამერიკას გვერდით. ამიტომ გაუწოდა ტრამპმა ხელი ერდოღანს და მისი ძალაუფლების ლეგიტიმაციაც ამიტომ აღიარაო. დახურულ კარს მიღმა 2 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ სხვადასხვა ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია და ვახშამი. ლიდერებმა დიდი დრო დაუთმეს უკრაინის ომსა და სხვა სტრატეგიულ საკითხებს. ხელი მოეწერა ბევრ ეკონომიკურ ხელშეკრულებას, მაგალითად, Turkish Airlines Boeing-ისგან 225 თვითმფრინავს შეიძენს, რომლის ჯამური ფასი $22 მილიარდ აღემატება. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკ რუბიომ და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბაირაქტარმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ენერგეტიკის დარგში, რომლის მიხედვით ამერიკა თურქეთს ატომურ ენერგეტიკაში გაუწევს დახმარებას. ამერიკა ამით თურქეთის ბაზრიდან რუსეთის განდევნას ცდილობს. შეგახსენებთ, რუსეთის დახმარებით თურქეთი ატომურ ელექტროსადგურებს აშენებს. შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ თურქეთი ამერიკისგან 70 მილიარდ კუბომეტრ თხევად გაზს შეიძენს. რაც შეეხება F-35 თვითმფრინავებს, აქ ჯერ კიდევ არის უთანხმოება, მაგრამ როგორც ტრამპმა განაცხადა, ამ საკითხის გადაწყვეტამდე ბევრი აღარ დარჩა. ტრამპმა
ევროპის ქვეყნებსაც და თურქეთსაც მოუწოდა რუსეთთან ნაკლებად ივაჭრონ. შეხვედრაზე ტრამპმა თურქეთში მცხოვრები ქრისტიანების საკითხი წამოსწია, სთხოვარა ერდოღანს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ახალი სემინარიის გახსნის უფლება. ტრამპის თხოვნას ერდოღანმა დადებითად უპასუხა. შეგახსენებთ, 1971 წელს თურქეთის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ხებელიადის კუნძულზე განთავსებული სასულიერო სემინარია დახურა. მოკლედ შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა. ორივე მხარე ცდილობდა ერთმანეთთან დაახლოებას. ყველას გაუკვირდა, რომ ერდოღანს ღაზის საკითხი არ უხსენებია. ამით ის ცდილობდა ტრამპთან უსიამოვნო საკითხების თავიდან აცილებას. ამერიკის ელჩმა თურქეთში ბატონმა ბარაკმა განაცხადა, ტრამპმა დაინახა, რომ თურქეთი სანდო პარტნიორია და ამერიკა მას აძლევს უფლებას რეგიონის ლიდერი გახდეს. ის იქნება პასუხისმგებელი ცენტრალურ აზიაზე, სირიასა და კავკასიაზე. საფრანგეთის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მუამარ კადაფის მიერ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეში დამნაშავეს ცნო. მას 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა და ჯარიმის სახით 100,000 ევროს გადახდა დაეკისრა. სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ლიბიის ყოფილი დიქტატორის მუამარ კადაფის რეჟიმთან ფინანსურ გარიგებაში მონაწილეობა ედება ბრალად. გამოძიების ვერსიით სარკოზიმ 2007 წელს საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის 50 მილიონი ევრო მიიღო. სარკოზი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ვერდიქტის გამოტანის შემდეგ მან ვრცელი ინტერვიუ მისცა ფრანგულ საკვირაო გაზეთს Le Journal du Dimanche. გამოცემა ყოფილ პრეზიდენტს ალექსანდრ დიუმას გმირს ედმო დანტეს ადარებს. სარკოზის თქმით, ამ განაჩენით კანონის უზენაესობის პრინციპი დაირღვა, რაც რესპუბლიკის საფუძვლების შერყევას ნიშნავს. მისი აზრით, გამოძიებამ ვერაფერი ვერ დაამტკიცა. ის უბრალოდ განტევების ვაცია, რაც შეეხება მუამარ კადაფთან მის ურთიერთობას, სარკოზი ასე განმარტავს: საფრანგეთს ჭირდებოდა კადაფის გადმობირება, რათა მას ტერორიზმზე აეღო ხელი. მოკლედ, სარკოზი თავს უდანაშაულოდ თვლის და გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. ვერდიქტმა საფრანგეთი ორ მხარედ გაჰყო. ერთს მიაჩნია, რომ სარკოზი დამნაშავეა, მეორე კი მხარს უჭერს მას, აპროტესტებს რა სასამართლოს ხისტ გადაწყვეტილებას. სასამართლო საქმის გასაჩივრებამდე სარკოზის დაპატიმრებას ითხოვს. მომხრეების აზრით ვერდიქტი პოლიტიკურ დევნას გავს, რომელიც ახლა კი არა, დიდი ხნის წინ დაიწყო. მათი აზრით, საფრანგეთის იუსტიცია მემარცხენე სულისკვეთებითაა გამსჭვალული. ისინი უბრალოდ ვერ იტანენ სარკოზის. საპირისპირო მხარის თვალში კი სარკოზი დამნაშავეა. ის მუდამ კორუფციულ გარიგებებში ფიგურირებდა. მათი აზრით, სარკოზი მიზნის მისაღწევად ყველაფერზეა წამსვლელი. მისმა მომხრეებმა მწვავედ გააკრიტიკეს ემანუელ მაკრონი, რადგან მიაჩნიათ მაკრონი მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კონკურენტებს იშორებს. მაკრონმა საკითხთან დაკავშირებით დუმილი არჩია. განაჩენის გამოტანიდან 2 დღის შემდეგ მოსამართლეებმა სიკვდილის წერილობითი მუქარა მიიღეს, რამაც საფრანგეთის იურისპრუდენცია დიდად აღაშფოთა. მაკრონმა შინაგან საქმეთა მინისტრს საქმის გამოძიება და მუქარის წერილების ავტორების მკაცრად დასჯა დაავალა. ულტრამემარჯვენეებმა თქვეს, ეს საქმე იმის ნათელი მაგალითია, რასაც მსოფლიოში ტიპურ დასავლურ თვალთვაქცობას უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი ოფიციალურად დემოკრატიულ ღირებულებებსა და ადამიანის უფლებებს იცავს, სარკოზიმ, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ლიბიელი დიქტატორის კადაფისგან საპრეზიდენტო კამპანიისთვის ფული მიიღო. მოგვიანებით კი საფრანგეთმა სარკოზის ლიდერობით კადაფის დამხობაში მიიღო მონაწილეობა. შედეგად ლიბია დემოკრატიულ ქვეყნად არ ქცეულა, ის სისხლიან ქაოსში ჩაეფლო.
იყო დრო, როცა ლიბანი ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და წარმატებული ქვეყანა იყო. ბანკების სიმრავლისა და ლაღი ცხოვრების გამო ქვეყანას ახლო აღმოსავლეთის შვეიცარიას, ხოლო მის დედაქალაქ ბეირუთს აღმოსავლეთის პარიზს უწოდებდნენ. ეს ბედნიერი მშვიდობიანი და აყვავებული სახელმწიფო ანდამატებით იზიდავდა დასავლეთ ევროპულ და არაბულ ინვესტიციებს, მაგრამ ლიბანი ასევე თავისი ეთნო-კონფესიური სიჭრელით გამოირჩევა. აქ ერთმანეთისგან განსხვავებული 18 რელიგიური თემი ცხოვრობს, მათ შორის 5 მუსლიმი, შიიტი, სუნიტი, ალავიტი, დრუზი და ისმაილი. 12 ქრისტიანი, კათოლიკე, მართლმადიდებელი, მარონიტი, გრეგორიანელი და სხვა. და ერთი მეგენ აბრამის რწმენის იუდეველი. ქვეყნის პოლიტიკური სისტემა სწორედ კონფესიათა მრავალფეროვნებას ეყრდნობა, რომელიც შესაბამისი კვოტების მიხედვით სამთავრობო პოსტების თანაბარ განაწილებას ითვალისწინებს ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის. ამ სისტემის თანახმად ქვეყნის პრეზიდენტი თავის დროზე უნდა ყოფილიყო ქრისტიანი მარონიტი, პრემიერ-მინისტრი მუსლიმი სუნიტი, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე მუსლიმი შიიტი. პარლამენტის დეპუტატებსაც კონფესიების მიხედვით კვოტებით ირჩევდნენ. მე-20 საუკუნის 40-50-იან წლებში ლიბანის ქრისტიანული მოსახლეობა ოდნავ მეტი იყო ვიდრე მუსლიმი. ამიტომ პარლამენტში ქრისტიანებს მეტი დეპუტატი ჰყავდათ, რაც მუსლიმური თემის უკმაყოფილებას იწვევდა. ისინი ამ კვოტების შეცვლას ცდილობდნენ, რაც ამ ორ დიდ თემს შორის დაპირისპირებას იწვევდა, მაგრამ ჯახი ხანმოკლე იყო ხოლმე და კონტროლს ემორჩილებოდა. ისრაელის სახელმწიფოს დაარსებითა და ისრაელ-არაბული ომის გამო ლიბანს ათასობით პალესტინელმა ლტოლვილმა მიაშურა. თავიდან ლიბანმა 150,000-მდე პალესტინელი შეიფარა, მაგრამ სულ მალე ეს რიცხვი 9 მილიონამდე გაიზარდა. დროთა განმავლობაში ლიბანში იმიგრირებულმა 100,000-ობით პალესტინელმა დიდი გავლენა მოახდინა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ ვითარებაზე. პირველ რიგში, იმიტომ რომ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის რიცხობრივი თანასწორობა დაირღვა. პალესტინელების უმრავლესობას განათლება აკლდა და რადიკალური იდეებით იყვნენ გამსჭვალულნი. 1970 წელს იორდანიის მეფე ჰუსეინმა ქვეყნიდან პალესტინელი მიგრანტების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ისტორიაში შავი სექტემბრის სახელით შევიდა. გაძევების მიზეზი პალესტინელების რადიკალიზმი და მეფის წინააღმდეგ შეთქმულება იყო. მაშინ იორდანიაში თავისი შტაბ-ბინა ჰქონდა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას იასირ არაფატის მეთაურობით. ისინიც ლიბანმა შეიფარა. მალე ეს ხიზნობა ლიბანისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა. სწორედ პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის თაოსნობით დაიწყო ლიბანში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირება. ქრისტიანი ლიბანელები უკმაყოფილონი იყვნენ იმით, რომ იასირ არაფატმა და მისმა ორგანიზაციამ სამხრეთ ლიბანში თავისი სამხედრო ბაზები განათავსა, საიდანაც თავს ესხმოდნენ ისრაელს, რაც ლიბანსა და ისრაელს შორის დაძაბულობას იწვევდა. არაფატის აქციელი არ მოსწონდათ ლიბანელ მუსლიმ სუნიტებს, მაგრამ მუსლიმ შიიტებთან სოლიდარობის ხათრით ხმას არ იღებდნენ. ლიბანელ შიიტებს ირანი რადიკალიზმისკენ აქეზებდა. ქვეყანა ნელ-ნელა დენთის კასრს დაემსგავსა. 1975 წლის 13 აპრილს ბეირუთში პალესტინელმა მეომრებმა ლიბანის ქრისტიანთა პოლიტიკურ ლიდერზე პიერ ჯამაიელზე თავდასხმა განახორციელეს, თუმცა წარუმატებლად. საპასუხოდ ჯამაიელის პარტია კატაიბის სამხედრო დაჯგუფებამ პალესტინელების ავტობუსი დაცხრილა, რომლის დროსაც 30 ადამიანი დაიღუპა. ასე დაიწყო ლიბანის სისხლის მღვრელი სამოქალაქო ომი, რომელიც 15 წელს გაგრძელდა.
ომის დასაწყისში ერთმანეთს მხოლოდ იასირ არაფატის მუსლიმი და კატაიბის პარტიის ქრისტიანი მეომრები დაუპირისპირდნენ. ეს ის დროა, როცა ლიბანის ყველა პოლიტიკურ ძალას თავისი მინი არმია ჰყავდა. ამ ორი დაჯგუფების დაპირისპირებამ თანდათან ყველა პოლიტიკური პარტია ჩაითრია კონფლიქტში. ბოლოს ქვეყანა და მისი დედაქალაქი ქრისტიანულ და მუსლიმურ მხარეებად დაიყო. სამოქალაქო ომმა რელიგიური ხასიათი მიიღო. თავიდან ქრისტიანულ მხარეს ჰქონდა უპირატესობა. მალე სამოქალაქო ომი ლიბანის გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე რეგიონის უფრო დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების არენად იქცა. 1976 წელს ლიბანელი შიიტების თხოვნით სამოქალაქო კონფლიქტში პირდაპირ ჩაერთო სირია. ასადის რეჟიმმა ლიბანში 8000-მდე ჯარისკაცი გაგზავნა, რაც წამსვე დაეტყო ვითარებას ფრონტზე. სირიის ჯარის ხელშეწყობით ლიბანელი მუსლიმები შეტევაზე გადავიდნენ და რამდენიმე ქალაქი დაიკავეს. ქრისტიანებმა კი თავისი მოსახლეობის დაცვა დაიწყეს. 1976 წელს სპარსეთის ყურის ქვეყნების ძალისხმევით ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა. ხანმოკლე მშვიდობა მხარეებმა დაპირისპირების ახალი ტალღის მოსამზადებლად გამოიყენეს, რის შემდეგაც ომის ახალი ეტაპი დაიწყო. 1982 წელს ომში ისრაელი ჩაება, რომელმაც ლიბანის ტერიტორიაზე პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ბაზების განადგურება დაისახა მიზნად. ისრაელმა ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი აიღო. პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის სამხედრო ფორმირებები ტუნისში გადავიდა. ოპერაციის შედეგად ისრაელმა სამხრეთ ლიბანში უსაფრთხოების ზონა შექმნა, რომელსაც სამხრეთ ლიბანის არმიასთან ერთად 2000 წლამდე აკონტროლებდა. 1982 წლის 23 აგვისტოს ლიბანის პრეზიდენტად ქრისტიანული ლიბანური ძალების ლიდერის პიერ ჯემაიელის შვილი ბაშირ ჯემაიელი აირჩიეს. 3 კვირის შემდეგ 14 სექტემბერს კატაიბის პარტიის შენობასთან ბომბი აფეთქდა. აფეთქებამ ბაშირ ჯემაიელი და მისი 26 თანაპარტიელი იმსხვერპლა, რასაც ქვეყნის მთაგორიან ნაწილში ომები მოჰყვა. ამ წლებში ომი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ისრაელის მონაწილეობის გამო ომში ირიბად ირანი ჩაერთო. ირანის ძალისხმევით სამხრეთ ლიბანში შიიტური რადიკალური სამხედრო დაჯგუფება ჰეზბოლა დაარსდა. 1983 წლის 23 ოქტომბერს ბეირუთში ჩატარებული ტერაქტის შედეგად მთელმა მსოფლიომ გაიგო ჰეზბოლას სახელი. მაშინ ბეირუთში ამერიკელებისა და ფრანგების სამშვიდობო მისია მოქმედებდა. 23 ოქტომბერს ტერორისტმა ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე მანქანაში ამერიკის სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკის სამშვიდობო მისია იყო განლაგებული, თავი აიფეთქა. რამდენიმე წუთში ანალოგიური ტერაქტი განხორციელდა ფრანგულ სამხედრო ბაზაზე. შედეგად 241 ამერიკელი, 58 ფრანგის სამხედრო და 6 სამოქალაქო პირი დაიღუპა. 1 წლის განმავლობაში დასავლეთმა მთლიანად შეწყვიტა ყველა მისია ლიბანში. დაპირისპირების უფრო მძლავრი ტალღა 1988 წელს აგორდა, როცა პრეზიდენტმა ამინ ჯამაიელმა ბაშირის ძმამ პრემიერ-მინისტრად არა სუნიტი მუსლიმი, არამედ არმიის ქრისტიანი მარონიტი მეთაური მიშელ აუნი დანიშნა. 1989 წლის ნოემბერში სპარსეთის ყურის ქვეყნების დახმარებით ტაიფის ცნობილი შეთანხმება გაფორმდა, რითაც სამოქალაქო ომის დასასრულს მიეცა დასაბამი. ამის შემდეგ ლიბანში სირიის გავლენა გაიზარდა. 1991 წელს ლიბანსა და სირიას შორის მეგობრული ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის შედეგად ლიბანში სირიის გამაგრების პროცესი დაიწყო. ასე დასრულდა ლიბანის 15 წლიანი სამოქალაქო ომი, რომელმაც 150,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2 მილიონამდე ქრისტიანი ლიბანელი კი დასავლეთში გაიხიზნა. ქვეყანა რეგიონის ყველაზე
მოწინავე სახელმწიფოდან ყველაზე განადგურებულ და გაპარტახებულ სახელმწიფოდ იქცა. ლიბანის საზოგადოებაში აქამდე არ მომხდარა რეალური შერიგება. ქვეყანაში მშვიდობა კია, მაგრამ დღემდე რელიგიური ნიშნითაა დაქუცმაცებული. ამჯერად ასე დავასრულებ, მადლობა ყურადღებისთვის. მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.